დასავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესებას ელოდებიან. შავი ზღვისპირეთში ძლიერი შტორმი, ქარი და წვიმა ამოსალოდნელი. მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები თათბირს მართავდნენ. საგანგებო შტაბის შემაჯამებელი თათბირი სუფსაში ღამის 4-ის ნახევარზე დასრულდა. თათბირზე მოსალოდნელი სტიქიის შემთხვევაში ზარალის მინიმუმამდე დასაყვანად ბოლო მითითებები გაიცა. შტაბს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. თათბირს ინფრასტრუქტურის მინისტრი, ასევე გარემოსა და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ. მოხდა აღწერა ყველა პრობლემური ადგილის, დაყენებული არის შესაბამისი ტექნიკა, სადაც საშუალება რო ეხა იმუშაოს და გაწმენდა განახორციელოს მუშაობენ, სადაც ველოდებით გაუარესებას და შეიძლება რომ დაიკეტოს გასასვლელები, იქაც ტექნიკა და ელოდება გართულებას და შესაბამისად დაიწყოს მუშაობას. განსაზღვრულია კრიტიკულად საშიულებები, როგორც მეწყლის, ისე წყალმოვარდნის, ისე წყალდიდობის კუთხით. მიმდინარეობს მუდმივი დაკვირვება და მონიტორინგი. რეკომენდაციები ის არის, რომ ძალიან ხილად უნდა იყოს ყველა მოსახლე იმ ღამის საათებში, როდესაც 4 საათის შემდეგ გაძლიერდება შტორმით და ქარით, ასე ვთქვათ, წვიმასთან ერთად და დილის 11 საათამდე გასტანს ესეთი დაძაბული პერიოდი.